ხელბურთი მე დავიწყე 171 სკოლაში დავდიოდი, ახლა ვიყავ 6 წლის და მაშინ მაგალითად ვთქვათ კალაბურთის გაკვეთილი მქონდა, მარიკა თუთეს ერთად, რომელიც ვინც არის ტიტე კალაბურთის ცოლი და ტიტე მოვიდა მაგვარჯირზე და უბრალოდ მთხოვა და ჩემს გაისაუბრა და მთხოვა რომ წავსულიყავი ხელბურთი მენახა და მაქედან წამოვიდა ჩემი ხელფურზე ყოფნა და დიდი დამსახურება ტიტეს რომ საერთოდ ხელბურთზე დავრჩი მე. ძალიან სანახაობრივი არის საერთოდ, იმიტომ რომ ყველა ბევრნაირი სპორტის ელემენტი არის გაერთიანებული. და ასევე არის კონტაქტი, ასევე არის ვთქვათ 17-იანებიც და სხვადასხვანაირი ვთქვათ ჰაილაითური სპორტი არის. დიდი პატივი არის ჩემთვის, რადგან აქ არა მარტო საქართველოს ნაკრებს წარმოვადგენ, მე წარმოვადგენ ჩემი ოჯახის სახეს და ჩემს შესაძლებლობებს და ყოველთვის დიდი პატივია მე ვთქვათ რომ გამოვდივარ საქართველოს ნაკრების მაისურით. ბევრი რთული მომენტი მქონია, დავიწყებ საფრანგეთით, იმიტომ რომ საკმაოდ ცდილობდნენ რომ მოკლედ ვთქვათ პირდაპირ ვიტყვი რომ ძალიან დიდი მოთამაშეები იყვნენ და მე ვიყავ საქართველოდან და ყველა გზა უნდა გამის კონკურენციას და ძალიან ბევრჯერ ეცადეთ ვთქვათ დავეჩაგრე მსგავსი რაღაცეები. იყო მომენტი რომ მქონდა დეპრესია მაშინაც, მაგრამ მე ყველაფერი უბრალოდ ძალიან მარტივად გავიარე. ასევე გერმანიაშიც ბოლო წელი, ძალიან ძველ მომენტს სამწნელი, მაგრამ ყველა ახალგაზრდა სპორტსმენს ან სპორტსმენებსაც ყველას ვეტყვი იმას, რომ რაღაცის მიზანი რო გაგშენ, შეიძლება ეგეთი მსგავსი რაღაცები ცხოვრებაში მოხდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა შენი მიზნისთვის იბრძოლო და რაღაცა ხერხი მოახერხო, რომ ეგ რთული მომენტები გადალახო ეგ ბარიერები, რადგან ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი შეუძლია გადალახონ, ზოგს ოჯახი ეხმარება, ზოგს ფსიქოლოგი ჭირდება, ზოგს შეიძლება თავიანთ თვითონვე გადალახონ, მაგრამ ეს უნდა გაიარო აუცილებლად და ჩემი აზრით ყველა დიდი სპორტსმენი გეტყვის მსგავს რაღაცას, იმიტომ რომ ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს ვთქვათ დეპრესია ან მსგავსი მომენტები თავის ცხოვრებაში. საფრანგეთში უბრალოდ ჩემს უთხარი მქონდა რაღაც ერთი თვე ვიყავი ეგრეთ წუდად და ჩემს უთხარი რომ მეთქი ანუ რატო ვაკეთებ ეს რაღაცეებს, პირიქით ჩემთვის არის ეს ყველაფერი, თან საქართველოს ნაკრებს ვჭირდები, ოჯახი ყველაფერი და ანუ ხვდები უფრო შენ თავს რომ შემოძახებ მაგას ვთქვათ და აქედან ყველაფერი მე თავისით დაალაგდა და ყოველთვის ხდება, იმიტომ რომ ყოველთვის არის სპორტში, არა აქ როგორი წარმატებული ხარ, როგორი კარიერა გაქვს, რაღაც მომენტში ყოველთვის იქნები ან ზემოთ ან ქვემოთ და ყველა მომენტში გჭირდება სხვადასხვა ან ზოგს ადამიანი ან სხვადასხვანაირად უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს, მაგრამ აი უკვე რამდენჯერმე რომ გაივლი ამას, უკვე შენ იცი უკვე რა მომენტი არის და უფრო მარტივად გამოდიხარ მსგავსი სიტუაციებიდან. ყოველ თამაშის წინ სხვანაირად ვემზადები ხოლმე, იმიტომ რომ ადრე მქონდა ხოლმე რაღაც აი ეს უნდა გავაკეთე აუცილებლად და მე ვერ თამაშობდი. რამდენჯერაც უფრო თავისუფლად ვარ და უფრო რაც იმ მომენტში მომინდება იმას გავაკეთებ, თან თქვა ზოგჯერ არის რომ შემიძლია მეტი დავიძინო, ზოგჯერ არ ვიძინებ, თავარია როგორ ზნობ თავს რა და თუმცა უნდა შენ თავს უნდა უსმინო მაგ ხრივ და იქიდან კომდერი უნდა მოიქცე. მაგ მომენტში არ მიგზნია არ სტრესი არ მსგავსი რაღაცები, უბრალოდ ვიცოდი რომ გამეტანა, იმიტომ რომ იყო ფრე და მაშინ არც არ ვთქვი ან უბრალოდ ისეთი მომენტია მან ასპექტში შესული და გინდა რომ შემაგონმა მოიგოს და ყველაფერს გააკეთე მაგისთვის საერთოდ, მაგრამ არ მქონია რაღაც მომენტი რომ მივდიოდი ხა პენალზე რა თქმა უნდა ვიცოდი რომ დანიშნულოვანი იყო, მაგრამ არ მიგზნია რაღაცა ძალიან ნერვიულობ. უბრალოდ მინდა რომ მისული იყავ ეს თვითონ გამოვიყენებ თვისყლიანად და გამეტანა გოლი და მოგვიგო, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაგ თამაშს საერთოდ ვიცი რომ საქართველოს რო წამოვედი საერთოდ ხალხი არც უყურებდა მაგ თამაშს და არც ეგონათ რომ გამარჯვებდი და ყველას ხელი ქონდა ჩაქნეული და რაღაც ეგეთი უბრალოდ ჩემთვის რაღაც ის იყო რომ აი გამოვახედოთ ჩვენკენ ხალხი. ძირითადად ამ გუნდში ან ყველა ერთად გავიზარდეთ ფაქტიურად, უმეტესობა ერთად გავიზარდეთ. ხა კი შემოგვიმეტენ ახალგაზრდები, მაგრამ ეს პირველი გუნდი ვინც ვართ, უბრალოდ ყველა ერთად გავიზარდეთ. აქ რა თქმა უნდა ერთ-ერთი ლიდერი ვარ მე, მაგრამ მარტო მე არ ვარ ლიდერი, იმიტომ რომ ყველას აქვს თქვა სული თამაში, თქოს კაი თამაში აქვს, შეიძლება რაღაც თამაში მე დავიზო კარაც, სხვას არ წავიდეს და უნდა ერთმანეთს პირიქით დავეხმაროთ ამ ხრივ, იმიტომ რომ ხელბურთი არის ინდივიდუალური სპორტი, შეიძლება თქვა 25 ქოლი გაიწონოთ თამაშმა, თამაში მაინც წააგო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გუნდი იგებს თამაშს და აუცილებელია რომ თან ჩვენ მაგის ფუფუნება არ გვაქვს რომ თქვა ერთი მოთამაშეს რომ ფორმაში ვერ არის ან თუ ხდება ან გვაკლია, ყოველთვის ვიბიშებით ხოლმე ძალიან ცუდად, ასე რომ თვითონ ყველა თვითონს ჩვენ გვაკისრია ის პასუხისმგებლობა რომ ყოველთვის ვიყოთ ესეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ მზად და აუცილებლად უნდა ჩვენი საქმე შევასრულოთ. მე წავედი საფრანგეთში, ვიყავი 15 ხდებოდი 16 წლის და თამაშის მხრივ ყველაფერი კარგად ქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა ენა არ ვიცოდი საერთოდ ფრანგული და საფრანგეთში კიდე ძალიან ენა თუ არ იცი, ფაქტობრივად ყურადღებას არ გაქცევენ და აუცილებელი იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმდენად გამიმარტივდა იქ რომ ჩავედი თამაში, რომ კი რა თქმა უნდა იყო სირთულეები, ხო ოჯახიდან ანტრება რაღაცეები და ყოველთვის ვცდილობდი რომ ჩემთან მეკონტაქტო, სხვა შორის ამასთან სასილოს ისტორია მაქვს, იმ მხრივ რომ კლუბმა მოუწოდა თქვა რაღაც მაშინ ტელეფონები რო იყო, ფლიპ ტელეფონები რო იყო, ეგ მომწეს და უბრალოდ მითხრეს რომ ხოლმე აქ გამოიყენეო და მე ჩემს წერდი ხოლმე ყოველთვის და ფაქტობრივად მახსოვს თვის ბოლოს მოვიდნენ და 400 € იყო ჩემზე, იმ მხრივ რომ ანუ
რაშვებიო, ნუ წერო საქართველოსიო, მაგრამ ეგეთი მომენტი მქონდა, იმიტომ რომ ხვდები რაღაც მაინც პრო ახალგაზრდა ხარ და ოჯახი განატრება მაგხრივ და მაგრამ მაგასაც შეგუები ჩოლობრივად რა, თუ ადამიანს წარმატების მიღწევა გინდა, ნუ ამ მომენტში საქართველოში ფუფუნება არ გვაქვს იმისი რომ აქაური ლიგა ითამაშო და თქო მაგეთ ოჯახი არ ჩინო ან წარმატებას მიაღწიო, ასე რომ ყოველთვის აუცილებელია ჩემი აზრით რომ ევროპაში თქო ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებმა არ მარტო ხელბურთში მიიღონ სკოლა, ესე ვთქვათ, ან ამერიკაში, ნუ ხელბურთი არის ამერიკაში, მაგრამ სხვა სპორტებზე ვსაუბრობ. ნუ აქედან დავიწყოთ ჯერჯერობით და მე ყველაფერი უფრო განვითარებადი არის, ასე რომ რაც უფრო მეტი ლეგიონერი გვეყოლება საქართველოში და უმაღლეს კლუბებში ითამაშებენ, უფრო და უფრო მარტივი იქნება, თქოთ, გუნდის შეკვრა, იმიტომ რომ ლეველი ყოველთვის უფრო და უფრო იმატებს. ჩემთან ლიგა მინდა მოვიგო. ეს თან ყველას უნდა ალბათ ჩემი აზრით ყველა ხელბურთელი გეტყვით ალბათ ჩემი აზრით ყველა სპორტში რაც არის ჩემი ლიგა ესეთ მაგრამ თავარი არის ის რომ მინდა რომ რაც შეიძლება მაგალითად ვიასპარესოთ ევროპაზე ჯგუფიდან გავიდეთ ახლა ვიასპარესოთ ევროპა ჩემპიონატზე ვიასპარესოთ ოლიმპიადაზე პირველში რა თქმა უნდა ეს პირველი ტიტულები არის მაგრამ მინდა რომ საქართველოს უფრო და უფრო წინ წამოვწიოთ იმიტომ რომ კიდე ამ ევროპაზეც ვატყობ რომ ისე არ გვაფასებენ როგორც გვაფასებდნენ თვითონ შვედები და ეს ჩემი აზრით ცოტი გულწრფელია გულდაწყვეტი არის რა თქმა უნდა, მაგრამ მესმის რომ ყველაფერი შედეგით მოდის და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეჯერ უნდა გავიდეთ ევროპაზეც, სოფლიოზეც, ოლიმპიადაზეც და მე რა ყველაფერი უფრო მარტივად წამოვა ჩვენს მიმართ. ერთ ადამიანს არ დავასახელებ, რადგან ჩემი აზრით ყველასგან არის ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ყველა მოთამაშე სწავლობს ყველა მოთამაშისგან. აქ არ არის თქვა თან ასაკში ძალიან დიდი განსხვავება. ადრე უფრო იყო, ეხა არ არის და ეხა ყველა მოთამაშე თქვა ერთი ასაკის ვარ ფაქტიურად, ძალიან რამდენიმე წელი განსხვავება და ყველა ვიზდებით ერთად ესე ვთქვა და ყველა ერთმანეთთან სწავლობთ. შეიძლება ყველაზე თქვა მითამაშე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიგა მსოფლიოში, მაგრამ სხვას მოგეთათ სხვა რაღაცა მესწავლებინა მე და სხვას ესწავლებინა ეს სხვა რაღაცა ჩემთვის ასე რომ ესე ვერ ვიტყოდი რომ ამ გუნდში ძალიან შეკრულობა არის მაგ ხრივ და ყველა ერთმანეთს რაღაცას ვასწავლით ყოველ ვარჯიშზე და ამის ხარჯზე ვარ ჩემი აზრით აქ სადაც ვარ. ჩემი აზრით რა თქმა უნდა ნიჭი თუ არის იშრომე, ჩემი აზრით აფერში არ ჭირდება. არის გამონაკლისები რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით მსგავსი ადამიანები ძალიან დიდ წარმატებას ვერ აღწევენ, ჩან თავიანთ full პოტენციალს ვერ აღწევენ, მთლიან პოტენციალს ესე ვთქვათ, სრულ პოტენციალს ქართულად. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ორივე აუცილებელი არის რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ყველა დიდი სპორტსმენი იძახის, როდესაც ჩემ ძალიან ბევრ შრომობ და ბევრი მწვრთნელი იძახის, უფრო მეტად, უფრო მარტივად მიაღწევ წარმატებას, ვიდრე მხოლოდ ტალანტის ხარჯზე. ალბათ ვიტყოდი პირველად რომ ისტორია დავწერეთ და გავედით ევროპას. ბევრი რაღაც ვიფიქრე, მაგრამ მე არ მიყვარს ძალიან შორს ვარ მაგისგან და არ მიყვარს წინასწარ საუბარი. რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები რაღაცები ვფიქრობ, მაგრამ მირჩევნია რომ ეგ ჩემთვის დავიტოვ ამ მომენტში. ბევრი სპორტსმენი ერთად მომწონდა, ესე ვთქვათ, და მომწონს კიდევაც, მაგალითად კობი იყო ასევე ჯორდანი, ასევე იყო, ვთქვათ, ფეხბურთშიც იყო კრისტიანო რონალდო. მსგავსი რაღაცები ყოველთვის ბევრი სპორტში არის ისეთი ადამიანი, ვთქვათ, რომ ვინც შეგიძლია, ვთქვათ, მაგალითად კობის ქონდა ძალიან მაგარი მენტალიტეტი ხო ვთქვათ, ასევე ჯორდანს უნიჭერესი ადამიანი იყო და უმაგრესი სპორტსმენი იყო. ასევე კრისტიანოსაც ხო ძალიან შრომის მოყვარე არის. ასე რომ ყველა ადამიანთან შეგიძლია ვთქვათ, რაღაც პატარა დადებითვისება აიღო და შენთვის გადმოვიტანო და ასევე ვიტყოდი, ბევრი ხელბურთელი არის თქო, შეიძლება ესე მე ესე არ დავასახელებ თქო, რატომ, ვინ არის ჩემი კუმირი, რადგან მაგათ ადამიანებს თამაშობ ხოლმე წინააღმდეგ და ჩემი როცა ადამიანების წინააღმდეგ თამაშობ, ეს კუმირობა და ეს გაღმერთება უბრალოდ არ არის სწორი, რადგან იმეჩნე დაამარცხო და რატო არა, მაშინ იქით გაგამერთა ხო თქვა, რატო უნდა იყო ეგეთი მენტალიტეტი ჯობია ქონდეს სპორტსმენს, რადგან მართლა რაც უფრო თქო ნაგლი იქნები სპორტში, ცუდი მხრივ არ კარგი მხრივ, იმიტომ რომ ვინმე რომ მეც მიაღწიო, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ, ესეთი გამოცდილება მაქვს, რაც უფრო კეთილი ხარ და თქო ის ხარ, ყოველთვის იჩაგრები. ესეთი არის, სამწუხაროდ დიდი სპორტი. მე ვისთანაც გავიზარდე, ფაქტობრივად ბევრი არც მითამაშე, იმიტომ რომ პირველ თამაში 16 წლის რო ვიყავი და უკვე ფაქტობრივად ყველა კარიერას ანებებდა, მიწები იყვნენ და ალბათ ეხლა რაც გადმოცემით უფრო ვიცი, ამპილოგოვი მაგალითად, ასევე ბევრი რაღაცა მასალოტიტემ კალანდაძემ ჩვენ მომცნობა და რა თქმა უნდა ჩემთვის მისაბაძი ადამიანია და თქვა ასევე სპორტსმენიც. ბევრი ადამიანი ჩამოთვალ შემილია, მაგრამ ეხლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმ ხალხთან ერთად თამაშობდი, ბევრი რაღაცა მასწავლეს რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი რაღაცა ჩემითაც ვისწავლე. ასე რომ სამწუხაროდ არ მყოლია ესეთი ადამიანი, ვინც თქვა ძალიან წინ გზას გამიყვანა წინ უფრო და რაღაც მექნებოდა იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრი მესწავლა მისგან ყველაფერი ფაქტიურად ან რაღაცას უყურებდი ევროპაში, რაღაც საფრანგეთში თამაშობდი და ყოველთვის რაღაც იყო, რომ
ყოველთვის ქონია ხოლმე დიდი მოთამაშეები, თორემ მივიძოდი ხოლმე და მაინტერესებდა რაღაცებს როგორ შვებოდნენ, ან რა მენტალიტეტით ან როგორ ევზდებოდნენ და ყოველთვის რაღაც ჩემი ორიგინალობაში გადმომქონდა და ეხაც ეგეფრები ყოველთვის. კარიერაში მინდა რომ რაც შეიძლება კარიერის პიკში ვიყო და ბევრი ტული მქონდეს, ეს ნორმალური არის, ასევე მაგალითად, რა ვიცი, საქართველოს ნაკრებთანაც ერთად მინდა რომ რაც შეიძლება წინ ვიყოთ და უფრო მეტ დაბაცება იყოს და აუცილებლად ის რომ უფრო გავრცელდეს ხელბურთი საქართველოში, რადგან ჩვენ ძალიან გვჭირდება ახალგაზრდა მოთამაშეები, რომ უფრო და უფრო შეივსოს ნაკრები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს პირველი გუნდი არის უფრო დატვირთული იმ მხრივ, რომ უფრო მეტი გამოცდილება აქვს და მეორე გუნდს არ აქვს ბევრი გამოცდილება და ეს ყველაფერი წარმოვა თუ უფრო და უფრო მეტი ხელბურთელი იქნება საქართველოში, ახალგაზრდები და თაობები გაიზრდება, ესე ვთქვათ. ახლა პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს ეს სახელმწიფო საუბარი და ამაზე არ ვისაუბრებ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები მაქვს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარად იქნება. ეს ჯობია მაგდას კითხოთ, მინდა მამიკითხოთ, მაგრამ რავი, ჩემი აზრით, ესე ვიტყოდი, კარგი შეყვარებული ვარ. ძირითადად მე ვარ მაგის მომხრე, ანუ მე მიყვარს გადაღება და მაგდას არ ტარიღებდა ფოტოებს, ამ ვიდეოებს, ჩემი იმით რა თქმა უნდა. მაგრამ ეხა იმასაც შევუყვარდა და ის ყოველ პირიქით მაგდაც უფრო უნდა ხოლმე რომ ყოველთვის რაღაც ერთ ჩამოსვლაზე რაღაც რო არის ვთქვით ხოლმე რაღაც გადავიღოთ აუცილებლად. მე ვარ ყველაფრის თავი მაგ ხრი, მაგრამ ეხა იქიდანაც მოდის ყველაფერი. სერიალები ძალიან მიყვარს, ფილმები ძალიან მიყვარს. მიყვარს სუპერნატურალი, მიყვარს სუც, მიყვარს მენტალისტი. სამი ძალიან მაგარი სერიალია ჩემი აზრით. რაც ეხება ფილმებს, ბევრი ფილმი არის ფაქტობრივად წიგნებიც არის ჰარი პოტერი აგება ვიყო თქვათ მსგავსი ფილმები ძალიან მიყვარს ფანტასტიკური ფილმები აი ასევე DC ასევე მარველი ასე რომ ყველაფერს უყურებ და ყოველთვის მაინტერესებს მსგავსი რაღაცები ჯექსონის სიამოვნებით მაგრამ ცოცხალი არ არის მოწეხავთ მაგრამ ალბათ ჯექსონი ცოცხლებში რთული არის მაგ ხრივ იმიტომ რომ ბევრნაირი საერთოდ ყველანაირი სტილის სიმღერას უსმენ ანუ არა პოპიც მიყვარს როკიც მიყვარს პოპ-როკიც მიყვარს და R&B-ც მიყვარს და მაგრამ ალბათ ვიტყოდი კრის ბრაუნი ჯასტინ ბიბერი რავი, ბევრი მსგავსი აშერი თქვათ, რა ვიცი, ბევრი ყველა ჟანრში რა თქმა უნდა სხვადასხვა ადამიანს გამოვარჩევდი. ძალიან მიყვარს ცეკვა და კარგად გამოდის. ხარწო ძალიან კაი მოცეკვა ვარ, მაგრამ კარგად გამოდის. რა მინდოდეს, ჩემი აზრით, ცეკვას სამარტივად ავითვისებ. შემოდი ვქნებოდი მსახიობი. მომღერალი მინდა, მაგრამ ხმა სამწუხაროდ არ მაქვს. მაგრამ ალბათ ხო, ჩემი აზრით უფრო სპორტის მხარეს ვქნებოდი, იმიტომ რომ ძალიან სპორტული ვარ და ყოველთვის თითქმის ყველა სპორტს თამაშობდი, იქიდან კალათბურთი, რაგბი, რა ვიცი, თითქმის ყველაფერი, ასე ვთქვათ, ფეხბურთიც, ტენისიც და რა ვიცი. ალბათ სპორტში ვიქნებოდი რომელიმე სპორტში.